მუშია თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ითხოვს. მისი ინფორმაციით, თბილისის გამგეობები და საქალაქო სამსახურები თავისუფალი დასახარჯი თანხის გარეშე არიან დარჩენილები. საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე მიმართავს მერიას გაითვალისწინოს მისი კომისიის მიერ მომზადებული ანალიზი და მოამზადოს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პაკეტი. ბიუჯეტთან დაკავშირებით კომენტარი ასევე გააკეთა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ. სევდია უგრეხელიძე მიიჩნევს, რომ ინიციატივა აბსურდია და ჯაბა სამუშიას არაპროფესიონალიზმს ხაზს უსვამს. ბიუჯეტში იქნა ასე ვთქვათ დამატებით ჩაწერილი 40 მილიონი, ესაა საწარმოს ქონების გადასახადიდან. ეს ის თანხა, რომელიც თანხის წარმომავლობაზე არ იყო ნებართვარს ფინანსთა სამინისტროდან და ეს თანხა ფაქტობრივად ამ ბიუჯეტში მოხდა მხოლოდ ზეპირი შეთანხმების შედეგად. არანაირი ასე ვთქვათ მხოლოდ ზეპირად მოხდა ამაზე შეთანხმება, რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზა აღნიშნული თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით არ არსებობდა. თუ ის სოციალური პროგრამები და ამხანაგობის პროგრამები დაფინანსდება, რომლის საჭიროება მათ ვერ დაინახეს ჩვენი მერიაში მუშაობის დროს და ეხლა თუ კი დაინახეს, კი ბატონო, ჩვენ გავეცნობით და შეიძლება კიდეც დავეთანხმოთ, მაგრამ 40 მილიონთან მიმართებაში თავიანთ არაპროფესიონალიზმი და უსუსურობას დააბრალებენ ნურავის და ესეთ სიცრუის გავრცელებას, რომელიც ახასიათებს ძალიან ხშირად ამ კომისიასა და მის ხელმძღვანელს, რომ თითქოს და ვიღაცა მაღიარა, რომ ეს 40 მილიონი თბილისის ბიუჯეტს არ ეკუთვნის, ამას თავი დაანებონ თბილისელების მოტყუებას თავი დაანებონ. 40 მილიონი თბილისის მოსახლეობას სჭირდება.